ზეამაგლობელი შიმშილობას არ წყვეტს სოლიდარობა მას და ყველა პოლიტპატიმარს. თქვენ უყურებთ ანალიტიკას, მე ამ გადაცემის ავტორი ელენე კვანჭილაშვილი ვარ და დღეს მინდა თქვენი ყურადღება მივაქციო იმ მოვლენებს, რაც საქართველოშიც და ამერიკაშიც USAID-ის ირგვლივ მიმდინარეობს. გახსოვთ ალბათ ქართული ოცნების პრემიერის ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ ამერიკის დაფინანსებამ ქვეყნებს ომი და განადგურება მოუტანა. არ შეიძლება ამერიკელი გადასახადების გადამხდელის ფული ხმარდებოდეს საქართველოში რევოლუციის მოწყობას, თქვა ირაკლი კობახიძემ და მაგალითად USAID-ის დაფინანსება მოიყვანა. ქართული ოცნების პრემიერს დღემდე იმედი აქვს, რომ USAID-ის დაფინანსება სამუდამოდ შეჩერდება და არც 3 თვის შემდეგ განახლდება. თემას გავშლით გიორგი ციკოლიასთან ერთად. ამერიკა მსოფლიოში ყველაზე მსხვილი დონორია. მხოლოდ 2023 წელს სახელმწიფო დეპარტამენტმა და სხვა უწყებებმა სხვადასხვა ქვეყანაში ასობით პროექტზე $68 მილიარდ მეტი დახარჯეს. დახმარებას ბენეფიციარი ქვეყნები ძირითადად ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, ცნობილი როგორც USAID-ის გავლით იღებენ. ამ რეალობაში ტრამპის გადაწყვეტილებას გავლენა ბევრ ქვეყანაზე ექნება, რომელთა შორის არის საქართველოც. დახმარების დროებით შეწყვეტაზე გადაწყვეტილებას ქართული ოცნება, რომელიც USAID-ს ქვეყანაში რადიკალური ძალების დაფინანსების საბაბით დიდი ხანია აკრიტიკებს, მიესალმა. ირაკლი კობახიძე, რომელიც წარსულში USAID-ის თანამშრომელი იყო, იმედოვნებს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება პროექტების შეჩერებაზე დროებითი არ იქნება. USAID-ის დაფინანსება არ ხმარდებოდა რეალურ მიზანს, ერთგვარად საქველმოქმედო მიზნებს, ეს ყველაფერი ხმარდებოდა ამა თუ იმ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოსია კონკრეტულად საუბარი, რევოლუციების მოწყობას, არეულობის შემოტანას, ქვეყნის არევას და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს სჭირდება დამატებითი ჩაძება, ჩვენ მოხარული ვართ, რომ 3 თვით შეჩერდა USAID-ის დაფინანსება. თავარია ჩვენთვის, რომ ეს ასე დარჩეს, ეს ხდებოდა ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ USAID-მა აღარასდროს აღარ სცადოს ჩვენს ქვეყანაში ვითარების არევა, ასევე რევოლუციური პროცესების პირდაპირ მხარდაჭერა და შემდეგ. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ 3 თვიანი შეჩერების მექანიზმი ბოლომდე დარჩება ძალაში. USAID-ის დაფინანსების მექანიზმით ნებისმიერი პროგრამა ხელისუფლებასთან თანხმდება. ამბობს რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი თორნიკე თურმანიძე და აღნიშნავს, რომ სააგენტოს მიერ საქართველოში წლების განმავლობაში განხორციელებული პროექტები ქართული ოცნების მთავრობასთან შეთანხმებული იყო. როგორც ქართული ოცნება წარმოაჩენს, რომ თითქოს მათ ეს დახმარება არ სჭირდებოდა და მხოლოდ არასამთავრობო სექტორს ხმარდებოდა, ეს რა თქმა უნდა არის დიდი ტყუილი. არასამთავრობო სექტორს ხმარდებოდა ამ დახმარების ძალიან მცირე ნაწილი. შესაბამისად, თუ ვინმე დაზარალდა, უფრო მეტად დაზარალდა სახელმწიფო მთლიანობაში, შედარებით ნაკლებად, მაგრამ რა თქმა უნდა ასევე დაზარალდა არასამთავრობო სექტორი. ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო USAID დამოუკიდებელი სამთავრობო სააგენტოა, რომელიც კონგრესმა 1961 წელს შექმნა. სააგენტო მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 10,000 თანამშრომელს ასაქმებს, რომელთა უდიდესი ნაწილიც ახლა ანაზღაურებად შვებულებაშია. USAID-ს ყოველწლიურად ათეულობით მილიარდი დოლარი გადაეცემა კონგრესისგან, რათა მთელ მსოფლიოში სხვადასხვა პროგრამები დააფინანსოს. ეს პროგრამები სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლას, ჯანდაცვის სფეროს განვითარებას, დემოკრატიის ხელშეწყობასა და სხვა მიმართულებებს მოიცავს. სააგენტოს 2023 წელს განსაკარგავად 40 მილიარდ დოლარზე მეტი ჰქონდა. ტრამპის ადმინისტრაციაში მიღებული გადაწყვეტილებით USAID-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დაქვემდებარებაში გადავადა როგორც დამოუკიდებელი ორგანო არსებობას შეწყვეტს. ამერიკის შეერთებული შტატების 57 პრეზიდენტი სააგენტოს მმართველებს რადიკალებს უწოდებს. კიდევ უფრო ხისტი იყო მისი პარტნიორის და ახლო მოკავშირის მილიარდერი ბიზნესმენი ილონ მასკის განცხადებები, რომელმაც სააგენტოს კრიმინალური ორგანიზაცია უწოდა. მას მიაჩნია, რომ ორგანიზაცია უნდა მოკვდეს და ამით ადმინისტრაციის ხარჯების შემცირებას ელოდება. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ კონგრესს USAID-ის რეორგანიზაციის შესახებ წერილობით აცნობა, თუმცა ბიზნესმენის განცხადებაზე კომენტირება სახელმწიფო მდივანმა მედიასთან არ ისურვა. რუბიოს თქმით, USAID-ის ზოგიერთი ნაწილი შესაძლოა გაუქმდეს, თუმცა ნაწილი სახელმწიფო დეპარტამენტს შეუერთდება. საბოლოო გადაწყვეტილებამდე კი სახელმწიფო მდივანი სააგენტოს ხელმძღვანელობასაც თავად იბარებს.
USAID საქართველოს 1992 წლიდან აფინანსებს და ჯამში ამერიკელი გადასახადის გადამხდელების ფინანსებიდან ქვეყანამ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტისთვის $1.9 მილიარდ დახმარება მიიღო. თანხების უდიდესი წილი სააგენტოს ბუნებიდან გამომდინარე ხელისუფლების განკარგვაში ხვდებოდა. მცირე ნაწილი კი ასევე მოქმედ მთავრობასთან შეთანხმებით იხარჯებოდა. პროგრამები, რომლებიც USAID-ის მიერ წლების განმავლობაში ხორციელდებოდა სხვადასხვა მიმართულებას, მათ შორის ეკონომიკურ რეფორმებს, კერძო სექტორის ხელშეწყობას და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას მოიცავდა. USAID არის ძირითადი უწყება ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელიც ყოველ შემთხვევაში აქამდე ახორციელებდა საგარეო დახმარებას და საქართველოსთვის აქვს ძალიან დიდი დახმარება გაწეული დამოუკიდებლობის დღიდან დღემდე. თუ ბოლო წლებს გადავხედავთ, USAID-ის დახმარების უფრო დიდი ნაწილი მოდიოდა სახელმწიფოზე, ხელისუფლებაზე და ხმარდებოდა ისეთი სექტორების განვითარებას, როგორიც არის მაგალითად უსაფრთხოების სექტორი, განათლების სექტორი, ჯანდაცვის სექტორი, სოფლის მეურნეობა. PMC კვლევითი ცენტრის ინფორმაციით ბოლო 9 წელში ამერიკის შეერთებული შტატებისგან საქართველოს ჯამში $1.3 მილიარდ მოცულობის დახმარება მიიღო. აქედან $900 მილიარდ მეტი USAID-ისგან, $400 მილიონ მეტი ქვეყანამ უშუალოდ სახელმწიფო დეპარტამენტისგან მიიღო. სტატისტიკა აჩვენებს, რომ საქართველოში ყველაზე მეტი თანხა ამერიკიდან სწორედ USAID-ის გავლით შემოდიოდა. გამოყოფილი თანხიდან ყველაზე მეტი $468 მილიონი მშვიდობისა და უსაფრთხოების პროგრამებზე დაიხარჯა. მეორე ადგილს $227 მილიონი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის პროგრამები იკავებენ. 2015-2023 წლებში საქართველოს ამერიკისაგან მიიღო $1.3 მილიარდი ღირებულების დახმარება, რაც მოიცავს იმ პროგრამებს, რომლებსაც ამერიკის შეერთებული შტატების სხვადასხვა სააგენტოები ახორციელებენ საქართველოში, მათ შორის ყველაზე მსხვილი ამ შემთხვევაში არის USAID-ის მიერ განხორციელებული პროგრამები. ეს თანხა არის სრულად დახმარება და ცხადი არ მოიცავს სესხებს, რომლებიც შესაძლოა გასასტუმრებელი ჰქონდეს ქვეყანას, ანუ მხოლოდ დახმარების სახით მიღებულ თანხებს გულისხმობთ. განახლებადი ენერგიების ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე გიორგი აბრამიშვილი გასულ წელს გადაცემა წერტილში ამბობდა, რომ USAID ქვეყნის ენერგეტიკის სექტორს $300 მილიონი დაეხმარა. 2005 წელში მაგალითად გააკეთეს USAID-მ გააკეთა კვლევა ჩვენი ჰიდრორესურსების, რომელიც მაშინ იყო ერთადერთი გზამკვლევი ინვესტორებისათვის და ძალიან დიდი როლი ითამაშა იმისათვის, რომ და ახალი ინვესტიციების მოზიდვა განხორციელდა. საბოლოო ჯამში USAID-მ დაახლოებით აი ამ 2000 წლის შემდგომ $300 მილიონი 270 თუ სწორად მახსოვს საჩუქრად გადმოსა მარტო ენერგეტიკაში. რა ალტერნატივა აქვს წლების განმავლობაში ფინანსურ თუ კვალიფიკაციის გაზიარების სტანდარტს, რომელსაც USAID საქართველოში კერძო თუ საჯარო უწყებებისთვის ქმნიდა, უცნობია. საქართველოში ისევე როგორც დანარჩენ მსოფლიოში ტრამპის გადაწყვეტილებას ელოდებიან, იქამდე ათობით სოციალური, ეკონომიკური თუ საგანმანათლებლო პროექტი გაჩერებულია. მადლობა მარიამ ბარადაშვილ საინტერესო აქცენტებისთვის. ახლა მინდა შემოგთავაზოთ მოკლე კოლაჟი, რომელთაც ჩვენ შევაჯამეთ 2023 წელი და ანალიტიკას პარტნიორობა USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამასთან. ამ პარტნიორობის მიზანი იყო მაყურებელთვის გაგვეცნო ის რეფორმები, რაც მთავრობამ მიიჩნია პრიორიტეტულად და სადაც USAID საქართველოს მთავრობას მხარს უჭერდა არა მხოლოდ ფულით, არამედ ექსპერტიზით და საერთაშორისო გამოცდილების სიღრმისეული ანალიზით. სხვათა შორის პოლარიზებული მედია გარემოს პირობებში, როცა საჯარო უწყებების წარმომადგენლები დამოუკიდებლად, მათ შორის BMG სტუდიებში სტუმრობისგან და პირდაპირ ეთერისგან თავს იკავებდნენ, ამ ფორმატში USAID-თან ერთად სიამოვნებით გვიზიარებდნენ პროგრამებით მიღწეულ შედეგებს და დარჩენილი გამოწვევების ანალიზსაც არ ერიდებოდნენ. ერთად ვუყუროთ ამ კოლაჟს და აქვე გთხოვთ ყურადღება მიაქციოთ რეფორმების აქცენტებს, სადაც საქართველოს მთავრობამ და USAID-მა ერთობლივად კონსენსუსის საფუძველზე გადაწყვიტეს, რომ განვითარების პარტნიორის ჩართულობა მნიშვნელოვანი იქნებოდა. Using e-commerce არა მარტო ქვეყანაში შეუულია დოლარი შექმნას, არამედ დაეხმაროს ადგილობრივ ბიზნესს, გატანაჟეთ იმუშავს, ან ექსპორტს აუკეთოს ახალისება. დიალოგი, რომელსაც ჩვენ ბოლო 2 წელი აქტიურად უჭერთ ხარს, კერძო საჯარო დიალოგი გაჩნდა როგორც Skype პლატფორმა, რომელმაც ერთის მხრივ სახელმწიფოს დაანახა თუ სახელმწიფო მოხელეებს, რომ ბიზნესი მზად არის, მოსურნია და იბრძვის ამისთვის, ხოლო მეორეს მხრივ ბიზნესს დაანახა, რომ ამ რეფორმაში საფრთხე კი არ არის პირიქით
ჩდება ნდობის ფაქტორი, ანუ უფრო გამჭვირვალე ხდება პროცესი, რაც ბევრისთვის მანამდე იყო, ასე ვთქვათ, ბუნდოვნების მომტანი. USAID-ის ეკონომიკური მართლობის პროგრამა მუშაობს საქართველოს მთავრობასთან ეკონომიკური პროფილის რეფორმებზე, იმ რეფორმებზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას უწყობს ხელს და ასევე რეფორმებზე, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციას უწყობს ხელს. ელექტრონული კომერციის რეფორმა სწორედ ამ ორივე კომპონენტს აკმაყოფილებს, როგორც იცით, რეფორმა ძალიან მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის ქვეყანაში და ამავე დროს რეფორმა არის ერთ-ერთი ვალდებულება, რომელიც ქვეყანას აქვს აღებული ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე. სწორედ ეს იყო ის კრიტერიუმები, რის გამოც პროექტი ჩაერთო რეფორმის განხორციელების პროცესში. სხვათა შორის მომზადდა აი ეგ დოკუმენტიც, ძალიან კარგად, მოკლედ, მარტივად შექმნილი დოკუმენტი, თუ მაჩვენებ, თუ აჩვენოთ მაყურებელსაც. კი ბატონო. აი ეს არის ეს დოკუმენტი, მაყურებელმაც დაინახოს და მართლაც ძალიან მოკლედ, გასაგებად არის, ასე ვთქვათ, ჩამოყალიბებული ელექტრონული კომერციის რეფორმა. თავარი პრობლემა ეხლა რაც არის მომხმარებლის მხრიდან ნდობის არარსებობა და კანონი პირველ რიგში მგონია რომ ამაზე იმუშავებს დადებითად რომ იციან რომ დაცულები იქნებიან და იგივე რასაც შეუკვეთავენ ის მიიღოთ, ხო? მოთხოვნის გაზრდა მომხმარებლის მხრიდან მგონია გამოიწვევს იმას რომ ბიზნესები დაფიქრდებიან როგორ შეიძლება გაყიდონ უფრო მარტივად, უფრო მეტი და შემდგომ უკვე ბევრი ბიზნესი გადმოერთვება იგივე ელექტრონულ კომერციაში. შემცირდა თუ არა გადახდის უუნარობასთან დაკავშირებული გამოწვევები? ყველა რეაბილიტაციის გეგმა დამთავრდა ვადაში, ამ დამტკიცდა 9 თვეში, რაც არის კანონით გათვალისწინებული. ეს არის საოცარი მაჩვენებელი და ყველა მხარე, ჩართული მხარე ამას აფასებს ძალიან მაღალ დონეზე დადებით. ჩვენ როგორც ნანამახსენა ვიყავით ჩართული ამ პროცესში თავიდანვე. იმ მომენტიდან, როდესაც შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, სადაც კერძო სექტორი იყო მაქსიმალურად ჩართული, შემდეგ თვითონ კანონის შემუშავების პროცესში, ადვოკატირების პროცესში და ეხლა უკვე იმპლემენტაციის პროცესი. ანუ იმპლემენტაციის პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია. გლობალურად ხედავთ, რომ ბაზარზე დაფინანსება იზრდება, ხო, პროცენტები იზრდება, მზარდია, სამაყო დაფინანსება იქნება ნებისმიერ სხვა და რეალურად ინვესტორები უკვე ეძებენ ალტერნატიულ გზებს, რომ იქნებ უფრო მარტივად, უფრო მორგებლად, უფრო იაფად შეძლონ ფულის აწევა. რაც რაღაც ამ დაფინანსების დივერსიფიკაციისკენ გადადგმული ნაბიჯია. შეიძლება კომპანიამ წელს ვერ შეძლოს გამოშვება რაღაც მიზეზის გამო, ის რომ ის კითხვა სვავს, რომ რატო უნდა გამოუშვა, რა მომენტში უნდა გამოუშვა და რას მომცემს ეს გამოშვება. ეს უკვე მზაობა, რომელიც გაისად რამოდენიმე წელიწადში უკვე პოტენციური მოთამაშეა ბაზარზე. რაც ძალიან მნიშვნელოვანია ინკლუზიურობას უსვამს. ხავს რომ ყველა ფიქრობს უკვე ამაზე, პატარა თუ დიდი კომპანია. რაც ჩემი აზრით იმის მანიშნებელია, რომ ტემპი გაიზრდება, უკვე ვხედავთ, რომ დღეს აი პირველ კვარტალში უკვე ძალიან ბევრი სამუშაოა ამ კუთხით. უნდა აუცილებლად გავხდეთ კონკურენტული. ეს არის მთავარი. იმიტომ რომ კონკურენცია არის ძალიან ესეთი გამძაფრი ამ სფეროში. იმიტომ რომ როგორც წესი პატარა ქვეყნებს ერთადერთი შანსი აქვს ამ სფეროს განვითარების და ამ სფეროს განვითარება იწვევს სწრაფ განვითარებას მთლიანად ეკონომიკის შესაბამისად სხვა სოციალური ის რა ქვია სიკეთეების. USAID-ის ეკონომიკურმა მართლობის პროგრამამ საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით გააკეთა წინასწარი შეფასება სიტუაციის, რამდენად ინსტიტუციონალიზაცია მიდის იმ ტემპით, როგორც ეს უნდა მიმდინარეობდეს. დიახ, ჩვენ გავაკეთეთ მცირედი ანალიზი და ვნახეთ, რომ დაახლოებით 10 წლის განმავლობაში ქვეყანაში არის შემუშავებული 59 RIA-ს დოკუმენტი. მათ შორის საინტერესო არის ის, რომ დაახლოებით 30% არის ინიცირებული სახელმწიფო უწყებების მიერ, ხოლო დანარჩენი არის დაინტერესებული მხარეების ან და დონორების მიერ, ესე რომ ვთქვათ, მხარდაჭერილი. ეს ნიშნავს იმას, რომ ეგრეთ წოდებული აუთსორსინგი, ანუ გარე დაინტერესებული მხარეების, დონორების ან და ბიზნესის აქტივობა ამ ხრივ არსებობს და არის უფრო მეტი, ვიდრე ჯერჯერობით საჯარო სექტორში. ამიტომ USAID-ის ეკონომიკური მართლობის პროგრამამ გადაწყვიტა და ჩვენ ვაწარმოოთ კომუნიკაცია და შევთანხმდით მთავრობის ადმინისტრაციის საპარლამენტო მდივნის ოფისთან, რომ დაგვეფუძნებინა RIA-ს მხარდამჭერი პლატფორმა, რომელიც დაფუძნდა გასული წლის მაისში, სადაც ჩვენ გავაერთიანეთ 3 დამოუკიდებელი
პირველი RIA-ს ექსპერტი, ერთ-ერთი გახლავთ მაკა მათ შორის და ეს ექსპერტიზა არის ხელმისაწვდომი ყველა საჯარო უწყებისთვის, რომელსაც ჭირდება RIA-ს მომზადება. გვაქვს საქართველოში ორი ხარისხის შეფასების ანგარიში. ერთ შედარებით მარტივი და მეორე არის სიღრმისეული RIA, რომელიც ითხოვს ყველა ხარჯის და სარგებლის მონეტიზაციას. ანუ ვთვლი, რომ ამ მიმართულებით არის კადრები გასაძლიერებელი. ეხლა ეს 59 RIA, რაც ვახსენეთ, მე ვიცი სად უნდა მოვწერნო. ზოგი უბრალოდ სხვადასხვა საიტზე წერს და ზოგი უნდა გამოითხოვო, რომ მოგცენ. აი ეს პროცესი გასაძლიერებელია, რომ იყოს ერთი პლატფორმა. რაც შეეხება ერთიან სივრცეში RIA-ს დოკუმენტების მოთავსებას, ეს ნამდვილად პრობლემაა, იმიტომ რომ გაბნეულია დღესდღეობით, მაგრამ მთავრობის ადმინისტრაცია ჩვენი ინფორმაციით გეგმავს, რომ გააკეთოს ვები, სადაც ერთიანად თავს მოუყრის ამ დოკუმენტებს და ყველასათვის იქნება ხელმისაწვდომი, იმიტომ რომ ნამდვილად ეს საკითხი დღეს აქტუალურია. აი რა შესაძლებლობებს აჩენს EIOS ცნება, ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის ცნება და კონცეფცია და მიდგომა ზოგადად ბიზნესისთვის. და მნიშვნელოვანი რეფორმაა, ვინაიდან ბიზნესსა და საბაჟო სამსახურს შორის ყალბდება პარტნიორული ურთიერთობები, სავსებით სწორედ იყო აღნიშნული. ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, გაცილებით მარტივდება პროცესები როგორც საბაჟოსთვის, ასევე ბიზნეს სექტორისთვის. უპირატესი გავლა ექნება ჩვენს ბიზნეს საბაჟოზე, ექნება ძალიან ბევრი შეღავათი, მათ შორის ნაკლები დოკუმენტური კონტროლი, ტვირთის ნაკლები კონტროლი, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს იმდენად მნიშვნელოვანი პროცესია, რომ შედეგებს გაცილებით მეც უახლოეს მომავალში მიიღებს ბიზნესი, ვინაიდან 7 კომპანია, რომელიც უკვე ფლობს ამ დაცვას, უკვე იძლევა საფუძველს, რომ ევროკავშირის ქვეყნებთან დაიწყოს კონსულტაციები ურთიერთაღიარების კუთხით საბაჟოს მხრიდან და რა თქმა უნდა ეს ყველა შეღავათი რაც ექნებათ საქართველოში მომავალში გავრცელდება ევროკავშირის ქვეყნებში, რაც ძალიან მნიშვნელოვანი სარგებელია ბიზნესისთვის. ჩვენი რეფორმების უმეტესობა არის ასოცირების დღის წესრიგის ნაწილი, რომელიც თქვენც ახსენეთ და აი ეს კონცეფციაც ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სწორედ DCFTA-ის ღრმა და ყოვლის მომცველი ვაჭრობის შეთანხმების ერთ-ერთი ვალდებულებაა. მიზანი რა არის? რა თქმა უნდა ის, რომ უფრო მეტი ინტეგრაცია მოხდეს ქართული ეკონომიკის და საქართველოს ბაზრის ევროკავშირის ბაზარში და მინიმუმამდე იქნას დაყვანილი ის ბარიერები, რომელიც დღეს ქართულ კომპანიებს უდგას, ვთქვათ, ევროკავშირის ბაზარზე შესვლის დროს. თავარია, რომ ეს კონსტრუქტორები, ანუ ის აპროექტებს შენობის სტრუქტურულ ნაწილს ისინი იყვნენ, ისინი გაეცნონ ევროკოსა საქმის კურსში, თუ რა ცვლილებები იქნება და როგორ დააპროექტონ. კი, აი ამ ნაწილში ვთქვათ ის სინერგია, რომელიც შედგა, ხო? ანუ ერთის მხრივ ვთქვათ, პროფესიონალები, სახელმწიფო, ვთქვათ, დონორები და უკვე ბენეფიციარები, ხო? აი რას გვაძლევს, ვთქვათ, აი ამ ტიპის სინერგია? ეს გვაძლევს უფრო ჩქარ გადასვლის საშუალებას. იგივე რომ სახელმწიფომ იცის რა იქნება ევროკავშირის, მან თარგმნა იხდება ამისი დანართების დამუშავება, დონორებიდან თავისთავად ისინი ჩართულები არიან, დიდი მადლობა USAID-ს ამისთვის ფინანსური დახმარება გაწია და ასე თქვით კიდე კვლევების დააფინანსო სხვადასხვა რა გვჭირდება და ეს აუცილებელი იყო მას ჩართვა იმ კერძო სექტორის და ინჟინერების რომლებიც ტრეინინგზე იყვნენ, იმიტომ რომ ისინი არ იყვნენ საქმის კურსში, რა ხდება სახელმწიფოს კუთხეში, ძალიან ზოგადი წარმოდგენა ჰქონდა და ამ გაერთიანების წყალობით ისინი უფრო ასე დაახლოვდნენ უკვე საქმის კურსში არიან. ეკონომიკური მართლობის პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ეკონომიკური რეფორმების შემუშავებას და განხორციელებას ჩვენს ქვეყანაში და სწორედ აქ მნიშვნელოვანია ახალგაზრდებმა გაიგონ იმ ეკონომიკური რეფორმების შესახებ, რომელიც მიმდინარეობს ქვეყანაში და აი ამ რეფორმებიდან გამომდინარე რა ახალი პროფესიული შესაძლებლობები გვაქვს ბაზარზე. ეს პროექტები არის სისტემური, ყოველწლიური და ეს სისტემურობა ასევე უზრუნველყოფს ჩვენ პარტნიორობას სხვადასხვა ორგანიზაციებთან. ეკონომიკური მართლობის პროგრამის ხარდაჭერით ჩვენ ვცდილობთ, რომ ჩვენი ყველა პროექტი ახალგაზრდებისთვის შეიცავდეს კომპონენტს, რომელიც ორიენტირებული იქნება ახალგაზრდებისთვის ინფორმაციის მიწოდებაზე ეკონომიკური რეფორმების შესახებ, ქვეყანაში არსებული საინვესტიციო გარემოს შესახებ. ეკონომიკური მართლობის პროგრამის ფარგლებში უქმებით საქართველოში ნამდვილად არ არსებობდა ესეთი სასერტიფიკატო პროგრამა კარიერულ კონსულტანტების გადამზადებისა და სერტიფიცირების.
ჩვენ ადგილობრივ მიმართულებაზეც გვაქვს აქტივობები, მაგალითად, თან ძალიან მნიშვნელოვანი აქტივობები, რომელიც არის მაგალითად საზღვაო ერთი ფანჯრის პრინციპი. საზღვაო ერთი ფანჯრის პრინციპთან დაკავშირებით უკვე გაკეთებული არის სხვა დონორი ორგანიზაციების მიერ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, თუმცა ჩვენ მხარს უჭერთ სახელმწიფოს უკვე საკანონმდებლო ბაზის მიმოხილვასა და შედეგად უკვე რეკომენდაციებს გავცემთ თუ როგორ შეიძლება უფრო გაუმჯობესდეს ესა თუ ის საკანონმდებლო ბაზა, რადგან ეს არის უმნიშვნელოვანესი სისტემის ერთი ფანჯრის პრინციპის სისტემის უფრო ეფექტური ფუნქციონირებისათვის. ჩვენ უფრო მეტი დრო უნდა დაუთმოთ და მეტი ინვესტიცია უნდა გავაკეთოთ ინფრასტრუქტურაში. რო განმავითაროთ ინფრასტრუქტურა, ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი სასაწყობო მეურნეობები, გვჭირდება ახალი სავაგონე პარკი, გვჭირდება რკინიგზის უფრო განვითარება, პორტების განვითარება, იმიტომ რომ ეს შესაძლებლობა არის უნიკალური, ჩვენ სატრანზიტო ქვეყანა ვართ და ეს სწორედ უნდა იქნას გამოყენებული. მე მიხარია რომ USAID არის ჩართული ამ მიმართულებით, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია გამოვიყენოთ ის გამოცდილება, რომელიც სხვა ქვეყნებს გააჩნია და მე ვფიქრობ ჩვენც ვიქნებით ჩართული ჩვენს კოლეგებთან USAID-დან და რაღაცა ცვლილებებსაც განვახორციელებთ, თუ საჭირო იქნება საკანონმდებლო. და დღეს ნამდვილად ინვესტორისთვის მე ვფიქრობ, რომ ძალიან ხელსაყრელია, ძალიან მიმზიდველია, ბევრი ინვესტორები არიან დაინტერესებული. ბევრი ახალი პროექტი იქნა გაჟღერებული და სადღაც დაახლოებით თუ ყველაფერი კარგად გამვითარდა 4-5 წელიწადში მე ვფიქრობ, რომ სხვა რეალობაში ვიცხოვრებთ ამ მიმართულებით. ჩვენ ამ რეფორმის შედეგად ვიმედოვნებთ, რომ იმ ახალი საშუალებებით, რომელსაც ჩვენ როგორც სამართლებრივად, ისე მეთოდურად და სისტემურად მივაწვდით ჩვენს შემსწრებელ ორგანიზაციებს, ეს ციფრი დავა ერთ ნიშნა ციფრამდე, ანუ 10%-ს ქვემოთ ჩამოვწევთ, თუმცა ეს არის ჩვენი ამბიციური გეგმა და ეს არაფრით როგორც ასეთი არ გვევალება. აქედან გამომდინარე, რას ნიშნავს ახლა გამარტივებული შესყიდვების კიდევ უფრო შემცირება? ეს ნიშნავს კიდევ უფრო მეტ კონკურენციას, კიდევ უფრო მეტ ელექტრონულ პროცედურას და კიდევ უფრო მეტ ჩართულობას ჩვენი ბიზნესისა. ჩვენს ბიზნესს ექნება უკვე ევროპის დაახლოებით 5 ტრილიონიან სახელმწიფო შესყიდვების ბაზარზე წვდომა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენს ბიზნესს გარდა ჩვენი სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში მონაწილეობის საშუალებისა და არც ეს ციფრი არ არის ცოტა გასულ წელს იყო 7.5 მილიარდამდე საჯარო შესყიდვა განხორციელებული, უკვე მიეცემათ წვდომა ევროპულ შესყიდვების ბაზარზე. როგორც კი ჩვენ წვდომა მოგვეცემა უკვე ევროპულ ბაზარზე მთლიანად, ჩვენ გვექნება გარკვეული პლატფორმასავით სამოქმედო დოკუმენტი, სადაც უკვე სააგენტო USAID-ის დახმარებით უკვე გაუწევს როგორც ცოდნით, ასევე მეთოდურ მითითებებით დახმარებას ჩვენ ბიზნესს. მაქსიმალურად ვეხმარებით სააგენტოს, რომ მთელ პროცესში მოხდეს კერძო სექტორის ჩართულობა. ამისთვის, რა თქმა უნდა, რამოდენიმე პლატფორმა გვაქვს, რასაც ვიყენებთ ძალიან აქტიურად და ასევე ვახორციელებთ ყველა რეფორმაზე ხარჯსარგებლობიანობის ანალიზს. ანალიზმა გვაჩვენა, რომელიც საკმაოდ მნიშვნელოვანი ციფრები აღმოჩნდა, რომ 10 წლის განმავლობაში ქვეყანა ამ რეფორმის შედეგად 2 მილიარდ ლარზე მეტ სარგებელს მიიღებს. რა თქმა უნდა, აღნიშნული ციფრები და მაქსიმალური ჩართულობა ბიზნესის იყო ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი, რის შემდგომაც უფრო აქტიურად ჩავერთეთ რეფორმის განხორციელების პროცესში. ჩვენ ამ პროცესს ვაგრძელებთ სააგენტოსთან ერთად, უკვე მეორადი კანონმდებლობის განხორციელების პროცესშიც მოხდება კერძო სექტორის ჩართულობა და აი ეს კომუნიკაცია სააგენტოსა და ბიზნესის შორის ძალიან აქტიურია, ძალიან ღიაა და რასაც ვფიქრობ, რომ ბიზნესი ძალიან კარგად დააფასებს. მიუხედავად იმისა, რომ კერძო სექტორისთვის თავიდან შეიძლება ცოტა უფრო მეტი ხარჯი იყოს და ეს მოსალოდნელიც არის, რადგან რეგულაცია ამას გამოიწვევს, თუმცა მზად არიან გიდები და ტუროპერატორები, ვისაც პირდაპირ ეხება ეს ყველაფერი, რადგან მათ იციან, რომ სფერო უნდა დარეგულირდეს და ყველაფერი გამჭვირვალე უნდა იყოს და გამოვიდეს დღის შუქზე იმისთვის, რომ უფრო კონკურენტუნარიანი გარემო იყოს და მათაც სწორად მოახდინონ ოპერირება. რადგან ეხლა რა მონაცემებიც არის 12% დაახლოებით ტურიზმში არის არა გამჭვირვალე და ეს ყველაფერი ხელს უშლით უფრო
ჯანსაღ გარემოში მუშაობისთვის ამ ადამიანებს და რეალურად ბიზნესი სწორედ ამით ისარგებლებს. მეშვიდე ხარჯსარგებლიანობის ანალიზს ვახორციელებთ, როგორც თქვი, უკვე ტურიზმი არის მეშვიდე და ამ 7-ვე რეფორმის ჯამური სარგებელი 10 წლიან პერსპექტივაზე არის 17 მილიარდ ლარზე მეტი. შესაბამისად, ეს უკვე არის საკმარისი იმისათვის, რომ დავინახოთ და საზოგადოებამ დაინახოს პირველ რიგში, თუ რა მნიშვნელობა აქვს ეკონომიკური რეფორმების გატარებას, მის სწორედ აღსრულებას და შესაბამისად ამ ინიციატივების უკან, რა თქმა უნდა, შესაძლოა იდგეს გარკვეული დანახარჯები სახელმწიფოს თუ კერძო სექტორის მხრიდან, მაგრამ საბოლოო ჯამში საზოგადოებრივი კეთილდღეობა გენერირდება სწორედ ამ ეკონომიკური სარგებლით. შუა დერეფნის რეფორმა, რასაც სენატორების კრიტიკა მოჰყვა ამერიკაში და რითაც საქართველო მოხვდა USAID-ის მიერ ამერიკელი გადასახადების გადამხდელთა ფულის შესაძლო ფლანგვის კონტექსტში, ეს აქცენტიც იყო ამ რეფორმების ნაწილში, თუმცა მწვანე აქცენტების ნაცვლად აქცენტი კეთდებოდა დერეფნის გაციფრულების საკითხზე, ამოცანაზე, რომელიც დღემდე ეფექტიანობის ერთ-ერთ ყველაზე მოკლე გზად არის მიჩნეული, არა მხოლოდ USAID-ის მიერ, არამედ რეგიონის იმ ქვეყნების მიერაც, რომლებიც შუა დერეფნის ჯაჭვში არიან ჩაბმულები. ამერიკის შიგნით კრიტიკა, რომელსაც ქართული ოცნება ჩაეჭიდა, ასეთი იყო USAID-ის მიერ მხარდაჭერილი პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს შუა დერეფნის კორიდორის განვითარებას, რესპუბლიკელმა სენატორებმა ფლანგად მოიხსენიეს. ეს 24 მილიონი დოლარის ღირებულების პროექტია, რომელსაც საქართველოში USAID-ის დაკვეთით Deloitte ახორციელებს. პროექტის პირველი სახელი იყო USAID Green Transportation and Logistics Program, ანუ USAID-ის მწვანე ტრანსპორტისა და ლოგისტიკის პროგრამა, ხოლო მეორე და მოქმედი სახელწოდებაა USAID Middle Corridor Transportation and Logistics Program, ანუ USAID-ის შუა დერეფნის ტრანსპორტისა და ლოგისტიკის პროგრამა. USAID-მა ეს პროგრამა შარშან 15 თებერვალს დაიწყო და ის 4 წელზეა გაწერილი. პროექტის ფარგლებში ამ დრომდე სულ 8 მილიონი დოლარია ათვისებული. პროექტის აღწერაში წერია, რომ USAID-ის შუა დერეფნის ტრანსპორტისა და ლოგისტიკის პროგრამის მიზანია საქართველოს ეკონომიკისთვის ღირებულების გენერირება შუა დერეფნის გაძლიერებით. შესაბამისად, პროგრამის მიზანი არ არის საქართველოში მწვანე ტრანსპორტის და კონკრეტულად ელექტრომობილების მოხმარების ხელშეწყობა. საღი აზრის ფარგლებში შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ფლანგვისიის შედგენისას ყურადღება გამახვილდა პროექტის პირველად სახელზე, რომელშიც მწვანე ტრანსპორტი ფიგურირებს, თუმცა ამით საბოლოო ფაქტი მაინც არის ცვლილება. თავად პროექტის არსებულ სახელში მწვანე ტრანსპორტი არ არის და მის მიზანს ელექტრომობილებით გადაადგილების ხელშეწყობა არ წარმოადგენს. როგორ შევხედავთ USAID-ის ეფექტიანობას ამერიკის გადმოსახედიდან თუ საქართველოს გადმოსახედიდან, ვფიქრობ, ამ ხედვის ნიუანსები განსხვავებულია. საქართველოს გადმოსახედიდან პროგრამების დაფინანსება ცალსახად დადებითი ფაქტორია. სხვა ყველაფერთან ერთად ის ხელს უწყობს ქვეყანაში კონტროლისა და გაწონასწორების მექანიზმის გაძლიერებას. მიუხედავად იმისა, რომ დაფინანსების უდიდესი ნაწილი მთავრობისკენ არის მიმართული და დაახლოებით მხოლოდ 10% მიდის არასამთავრობოებამდე. ნებისმიერ შემთხვევაში ფინანსურად დამოუკიდებელი სამოქალაქო სექტორი გაცილებით უკეთ ასრულებს ეგრეთ წოდებული watchdog-ის ფუნქციას, ვიდრე სახელისუფლებო შტოებს შეზრდილი სექტორი. ამიტომ არის განცხადება სამთავრობო გრანტების გამოყოფაზე, ანუ ჩვენი ფულის კიდევ ერთხელ ჩვენ და დაუკითხავად განკარგვაზე ინსტიტუციურად გაუმართავ ქვეყანაში აბსურდი და მეორე ეს მექანიზმი დაწყვილებული მოცემულობასთან, რომ ირაკლი ყობახიძე სურს USAID-ის მხარდაჭერას საერთოდ შეწყდეს და აღარასოდეს აღდგეს საქართველოში დიდი ალბათობით პოლიტიკური კორუფციის კიდევ უფრო მეტად გაძლიერების და მორჩილი სამოქალაქო სექტორის ეგრეთ წოდებული გონგოების წახალისების პოლიტიკაში შეიძლება გადაიზარდოს. ამერიკის გადმოსახედიდან ქვეყანას სრული უფლება აქვს გადასახადების გადამხდელთა ფული უფრო თარგეტირებულად და სწორად განკარგოს, მათ შორის თუნდაც უკეთ მოარგოს იმ ქვეყნების საჭიროებებს, რომელთა განვითარებისკენაც არის ეს თანხები მიმართული. არ დაგიმალავთ, ხშირად მქონია განცდა საერთოდ რაში სჭირდება საქართველოს ამა თუ იმ პროგრამაში ჩადებული, ესა თუ ის მაღალ მატერიებზე გათვლილი კომპონენტი, როცა საბაზისო საკითხებია ჯერ გადასაწყვეტი მეთქი და ვფიქრობ USAID-ს ყველა ქვეყანაში ზუსტად ეს კონსენსუსური დამოკიდებულება შემოუბრუნდა უკან. აქაურ ოფისებს ალბათ მეტად უნდა ემუშავათ, მეტად თამამები უნდა ყოფილიყვნენ, რომ სწორედ ის პუნქტები შეთანხმებულიყო ადგილობრივ მთავრობასთან, რაც ამერიკის თვალში ფლანგვის შტაბით
გადამოჭდილებას არ დატოვებდა. ფაქტია, ამერიკას აქვს USAID-ის რეფორმირების უფლება და ისიც ფაქტია, რომ განვითარების სააგენტოს თვითკოდის სკანდალის მაგალითზე კიდევ უფრო კარგად გამოჩნდა, რომ როცა ქვეყანაში კონტროლისა და გაწონასწორების მექანიზმი კარგად მუშაობს, საბოლოო ჯამში თანამშრომლები დაცულები არიან. ერთი რაც ჩემთვის USAID-ის ამბავმა აჩვენა, ის არის, რომ ამერიკაში ინტერესთა კონფლიქტის არსი კარგად ესმით. ილონ მასკი, რომელმაც პირველმა მოითხოვა USAID-ის დახურვა და სრულად გაუქმება, თავად არის ამ სააგენტოს ბენეფიციარი. Forbes-მა მოიპოვა ფედერალური კონტრაქტების ანგარიშები, რომლებიც აჩვენებს, რომ USAID Starlink-ის ტერმინალებზე თითქმის $1 მილიონი აქვს დახარჯული. ამ ფულით ინტერნეტის სერვისი მივიდა ზიმბაბვეს და სამხრეთ აფრიკაშიც მასკის დაბადების ადგილას. თუმცა ყველაზე დიდი თანხა USAID-მა და ეს იყო პარტნიორობა SpaceX-თან დაახარჯა უკრაინაში Starlink-ის 5000 ტერმინალის გაგზავნას. ეს იყო უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან მოკლე ხანში 2022 წელს. მოგვიანებით USAID თავად დაინტერესდა, რამდენად ეფექტიანად დაიხარჯა ამ მიმართულებით ამერიკელი გადასახადების გადამხდელების ფული. ამ მიზნით USAID-ის გენერალური ინსპექციის ოფისმა შარშან მოკვლევაც დაიწყო. სავარაუდოდ მოსამართლემ ეს ფაქტორიც გაითვალისწინა, როცა USAID-ის 2000-ზე მეტი თანამშრომლის შვებულებაში გაშვების გადაწყვეტილება შეაჩერა. ამ გადაწყვეტილებით მოსამართლემ დროებით დაბლოკა დონალდ ტრამპის ბრძანება, რომლის თანახმადაც USAID-ის 2000-ზე მეტ თანამშრომელს ანაზღაურებად შვებულებაში მოუწევდათ გასვლა. მოსამართლე კარლ ნიკოლსმა შემაკავებელი ორდერი შეზღუდული დროით ბრძანების ამოქმედებამდე რამდენიმე საათით ადრე გამოსცა, მას შემდეგ რაც პროფკავშირებმა სარჩელი შეიტანეს. USAID-ის ყველა თანამშრომელი, რომელიც უკვე სარგებლობს ადმინისტრაციული შვებულებით, უნდა აღდგეს თავის პოზიციაზე, სანამ შეზღუდვა მოქმედებს. მათ სრულად უნდა მიეცეთ წვდომა ელექტრონულ ფოსტაზე, უსაფრთხოების სისტემებსა და ანაზღაურებაზე. ამასთან, ვადის ამოწურვამდე არც ერთი ახალი თანამშრომელი არ უნდა გავიდეს ანაზღაურებად შვებულებაში. CBS News-ისგან გავიგეთ გუშინ, რომ შეერთებული შტატები მსოფლიოს მასშტაბით საგარეო დაფინანსების შეწყვეტას არ აპირებს, თუმცა უფრო მეტ ძალისხმევას ჩადებს იმ პროგრამების აუცილებლობის ახსნისთვის, რომლებიც ბიუჯეტიდან დაფინანსდებიან. ეს სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებაა, რომლითაც მან დიპლომატებს მიმართა. ამერიკის შეერთებული შტატები საგარეო დაფინანსებას არ მიატოვებს. არა, გავაგზავნებთ საგარეო დაფინანსებების მიწოდებას და პროგრამებში ჩართულობას, თუმცა ეს ის პროგრამები უნდა იყოს, რომელთა დაცვაც შეგვეძრება. ისეთი პროგრამა უნდა იყოს, რომლის ახსნაც შეგვეძრება, პროგრამა, რომლის გამართლებაც შესაძლებელია. სხვანაირად ჩვენ უბრალოდ საფრთხეს ვუქმნით საგარეო დაფინანსებას. ეს პოლიტიკური საკითხი არ არის, მაგრამ საგარეო დახმარება ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად პოპულარული რამაა, რაშიც მთავრობა ფულს ხარჯავს. ჩემი კარიერის დიდი ნაწილი მის დაცვას და ახსნას დავუთმე, თუმცა ეს უფრო და უფრო რთულდება. თუმცა ჩვენთვის, ვინც საგარეო პოლიტიკის საკითხებს ვუძღვებით, გვესმის მისი მნიშვნელობა. 200 დიპლომატის წინაშე რუბიომ თანამშრომლობის ასეთი მოდელიც დაანონსა. იმედი გამოთქვა, რომ თითოეული ქვეყნის ელჩი თავად წარუდგენს პრიორიტეტული პროგრამების ჩამონათვალს. საინტერესო იქნება საქართველოს პოზიციაზე დაკვირვება, როდესაც ეს მოდელი ამოქმედდება.